მთლიანად რაც შეეხება პროცესს, რომელიც საფუძვლად დაედო კანდიდატურების შერჩევას, რომლებიც საბოლოოდ გადაეგზავნა ევროპის საბჭოს, ამ პროცესმა გააჩინა უამრავი შეკითხვა, გარდა ამისა იყო ძალიან დიდი კრიტიკა მთლიანად ამ პროცედურის, რომელიც წარიმართა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით და თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, აქტიურად იყო საუბარი იმაზე, რომ სიაში მოხვდნენ დაახლოებული და უშუალოდ მინისტრთან დაკავშირებული პირები, მათ შორის მის მოადგილე ბარამიძე. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ მოხდა ჩანაცვლება ერთ-ერთი კანდიდატურის, რომელიც მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი იყო ნამდვილად, რომელიც ამ სიაში იმყოფებოდა, ნანამ ჭედლიძის, თუმცა ვხედავთ იმას, რომ გამოტოვეს რიგით მეოთხე კანდიდატი ანა დოლიძე და დაამატეს ევა გოცირიძე. ამ ადამიანის მიმართ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა, რომლებიც უკავშირდება როგორც მორალურ მხარეს, ასევე ზოგადად მის არაკომპეტენტურობას, რომელიც მან საჯაროდ მოახდინა ამის დემონსტრირება რამდენიმეჯერ მედია საშუალებებში და ასევე აღნიშნო, რომ მთლიანად ის პროცესი, რომელიც დაედო საფუძვლად ამ სიას, იყო უამრავი დარღვევის მქონე. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ღირსეული კანდიდატი, რომელიც იღებდა ამ კონკურსში მონაწილეობას, ის მიღმა დარჩა და ისინი პირდაპირ ვთქვათ, გააფუჭეს, რომ ისინი საერთოდ არ ყოფილიყვნენ სიაში. ასე რომ მე კიდევ ერთხელ ვიტოვებ იმედს, რომ ევროსაბჭო ძალიან კრიტიკულად მოეკიდება საქართველოსთან გაგზავნილ სიას და რეალურად ეს სია დაბრუნდება უკან. და ამის შემდეგ უკვე მე ვფიქრობ, ახალ ხელისუფლებას მოუწევს ახალი სიის შედგენა, სადაც უნდა გათვალისწინებული იქნას ყველა ის პრობლემა, რომელიც თანახდა ამ სიას.